აპირებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმესთან ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის აღძვრას, ეს არის კითხვა, რომელზე პასუხსაც ჯერჯერობით ამ დრომდე ველოდებით და ამ დუმილის პირობებში, როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ ოფიციალურად მიმართოს მან საგამოძიებო უწყებებს დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე და ანონსა, რომ მოითხოვს საგამოძიებო უწყებისგან შესაბამისი საჩივრით გამოძიების დაწყებას, მიუხედავად იმისა, რომ აქვე დასძინა მეხუთე პრეზიდენტმა, რომ მასე თავდასხმა ორგანიზებულია დე-ფაქტო მთავრობის მხრიდან. ეს მათი რეაქცია არის მხოლოდ ის პატარა ბოღმა, პატარა კაცების პატარა ბოღმა. პოლიტიკაში გაქვთ მოღალატეობა? ქართული ოცნების წევრებს დღეს ზუსტად ის სიტყვები გაუმეორა, რითიც ერთხელ უკვე მიმართა და შესაძლოა დღემდე არც მოუნელებიათ. პატარა კაცებად პირველად მაშინ მოიხსენია, როცა კონსტიტუციის დამურღვევად გამოაცხადეს და იმპიჩმენტი დაუპირეს. მეორედ ახლა, როცა კვერცხებით დაუპირისპირდნენ. თბილისის აეროპორტში მოწყობილი ორგანიზებული თავდასხმის ავტორად სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო იზოლაციაში მყოფ დე-ფაქტო მთავრობას ასახელებს. ეს არის რაღაცა რეპრესიული ზომების ერთი მეორეს მერე მიღება და კვერცხის სროლა. რა უსუსური უნდა იყო, რომ ამაზე დახვიდე, როცა შენ ხარ ხელისუფლება, მაგრამ ხელისუფლება სიტყვა არ მიყვარს ამათ შემთხვევაში, იმიტომ რომ აღარ არიან ხელისუფლება. ეს არიან რეჟიმი და რა სისუსტეს ავლენს რეჟიმი, როცა ქალის მიმართ, ასაკოვანი ქალის მიმართ, რომელსაც არ ცნობენ პრეზიდენტად, კარგი, ნუ მცნობთ, არა აქვს ამას მნიშვნელობა. ასე იქცევი, ეს თუ სისუსტის ნიშანი არ არის, მე არ ვიცი რისი ნიშანი არის. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ მეხუთე პრეზიდენტს აეროპორტში თავს ზუსტად ისეთივე სცენარით და სავარაუდოდ იგივე პირები დაესხნენ, ვინც 2 დღის წინ გიორგი გახარიას. ვიდეო ამჯერადაც თავად გადაიღეს და გაავრცელეს. კადრში თავდამსხმელები არ ჩანან და არ ჩანს არც პოლიცია ან აეროპორტის დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ კვერცხები სალომე ზურაბიშვილს მგზავრთა გამოსასვლელთან დაუშინეს, სადაც უსაფრთხოების არაერთი თანამშრომელი მორიგეობს და პატრულის ეკიპაჟიც თითქმის ყოველთვის დგას. თავდამსხმელების შეჩერება არც ამჯერად უცდიათ. ხალხოსნებას არ აქვს კავშირი ამასთან? ასაკურველი არა. რასაც ქართული ოცნების წევრები უარყოფენ, მათი პროპაგანდისტები საჯაროდ აღიარებენ. პოსტების თანამშრომელი ჯერ კიდევ გუშინა ანონსებდა, რომ გიორგი გახარიას შემდეგ ორგანიზებული თავდასხმის სამიზნე სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა, რომელსაც კვერცხებისგან თავის დასაცავად საწვიმრის ჩაცმა ურჩია. პარტიის ნაწილმა ძალადობა დღეს ტრაფარეტული ფრაზებით დაგმო და პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება ამ ფორმით სცადა. თუმცა ზოგმა არათუ კმაყოფილება დამალა, არც თავდამსხმელთა წახალისებას მოერიდა და არც მათი სამიზნეების მიმართ მუხარას. მათ შორის ისინი, ვისაც მეხუთე პრეზიდენტმა სულ ცოტა ხნის წინ გულზე ბრწყინვალების მედლები დაჰკიდა. დღეს ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა. სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა მისთვის საჩუქარია ქართული ოცნების ესეთი დაკავშირება. რა შუაშია? ეჭვი სწორედ ქართულ ოცნებაზეა, რომ ამ პარტიის ორგანიზებულია სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა. თქვენ გჯერათ, რომ ეჭვს რა აძლიერებს პოლიციის უმოქმედობა. როგორ გეკადრებათ? მაშინ რატომ არაფერი იყონა პოლიციამ, ჯერ გახარიას და შემდეგ უკვე ზურაბიშვილი როცა ბატონ ბიძინას და ჯანმრთელობა უსურო და რა შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მასე თავდასხმას გმობთ ბატონო გენო? იცით რა არის? ადამიანი, რომელიც ქვეყანას ღალატობს და ქვეყნის ინტერესებს შესაბამისად ხდება ხოლმე მსგავსი რაღაცა საზოგადოებისგან. ამბობთ, რომ დაიმსახურა სალომე ზურაბიშვილმა კვერცხებით დახვედრა? რასაც დათესავთ იმათი მკითხა ასე რომ ასე რთულია თქვათ, რომ ქალზე მეხუთე პრეზიდენტზე თავდასხმა არის დასაგმობი. ბატონო ლაშა, ძალიან მარტივი იქნებოდა გეთქვათ, რომ გმობთ ამ ძალადობას. რატომ არ ამბობთ ამას? არ გმობთ ამ ძალადობას, არ მიიჩნევთ მიუღებლად? სხვა და კვერცხების სოლა ძალადობა არ იყო და როდესაც თქვენს ლიდერებს კვერცხებს დაუშენენ ჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდები, ეგ ძალადობა არის? ჯანსაღად მოაზროვნე და ახალგაზრდები დაისხნენ თავს სალომე ზურაბიშვილს. თქვენ რა იცით ამ ახალგაზრდების შესახებ? რა იცით ვინ არიან ისინი? საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია? საიდან გაქვთ თავდამსხმელების შესახებ ინფორმაცია? დინარე ნახე მეც ზუსტად ამოდენიმე წუთის უკან არ ვეუბნებოდით რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა? აბა რა გონია ეხა ნებისმიერ ადამიანს, როცა იქ ზიხარ დაცვასთან ერთად შეყუჟული რო ხარ ადმინისტრაციაში და იცი რომ იქ ვერავინ მოგთხოვს პასუხს, ხო გაგივა ეს დრო? ანუ მოხალატი აგენტი არ ხართ ხალხურად მოგავს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან ერთი დღით ადრე დაბრუნებულ გიორგი გახარიასაც თავს იმავე ადგილზე დაესხნენ. სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა კვერცხები. სწორედ ის იყო დღეს პირველი, რომელიც სალომე ზურაბიშვილზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.
წარმოიდგინეთ შეშინებული ივანიშვილი ბიძინას სახე, როდესაც ქალზე კვერცხებით თავდასხმის ბრძანებას გასცემდა და გაიხსენეთ ყოველთვის, როცა ივანიშვილი ბიძინა ღირსებაზე, სამშობლოს სიყვარულზე და ქართულ ტრადიციებზე დაგვიწყებს საუბარს. ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს. შემთხვევის ადგილზე გახარიასთან ერთად მისი თანაპარტიელი ელგუჯა ხოკრიშვილი იმყოფებოდა, რომელიც ფორმულასთან იხსენებს, რომ ორგანიზებულ ჯგუფს თან ახლდნენ სავარაუდოდ ძალოვანებიც სამოქალაქო ფორმებში, რომლებიც გეგმის სისრულეში მოყვანის პროცესს აკონტროლებდნენ. დღემდე ჩვენთან არ ქონია სამართალდამცავ ორგანოების კომუნიკაცია. ჩვენ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ იქ ფაქტიურად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები დარბაშიც იყვნენ, გარეთაც იყვნენ, მათი მხრიდან არანაირი ქმედება არ იყო, ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო, რომელიც უბრალოდ აი ამ ჯგუფს, რომელსაც ვერ ხედავდით, ესეთ გააცილა, ერთობლივად გავიდნენ და პერიოდულად მე აჩერებდნენ, რომ იქიდან შეურაცხყოფა მოეყენებინათ. ივანიშვილის ოპონენტები დარწმუნებულები არიან, ორივე ფაქტი სამართალდამცავი უწყებების მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩება, რადგან ხელშეუხებლობის გარანტია პარტიამ საკუთარ ხელქვეითებს წინასწარ მისცა. არსებობს ორი მდგომარეობა, უკანონობა და აღვირახსნილი უკანონობა. აი ახლა ეს პოლიციური რეჟიმი არის აღვირახსნილი უკანონობის შემოქმედი საქართველოში. და კვერცხის სროლა უნდა გითხრათ, მხოლოდ დასაწყისია. ესენი სხვა რამესაც ისვრიან და გვესვრიან. იმიტომ რომ რეჟიმს სჭირდება ახლა სწორედ ამ ბოლშევიკური მეთოდებით გამკლავება გირბილი სიტყვა ოპონენტებთან. შინაგან საქმეთა სამინისტრო დუმს და საქმის აღძვრაზე არაფერს ამბობს. სურვილის შემთხვევაში თავდამსხმელთა ზუსტი ვინაობის გარკვევა პოლიციისთვის რთული ამოცანა არ იქნება, რადგან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ათობით კამერაა და მომხდარსაც ათობით თვითმხილველი ჰყავს. მათ შორის დაცვის თანამშრომლები, რომლებსაც მგზავრთა უსაფრთხოება აბარიათ, თუმცა ორ დღეში მომხდარი ორი დანაშაულიდან არც ერთის აღკვეთა უცდიათ.